გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი ნისლი, ქარბუქი და ზვავ საშიშროება. დიდ თოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავ საშიშროების გამო საავტომობილოების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია ასევე დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. მთიან ზონებში კი მეწყრულ ღვარცოფული პროცესები გააქტიუროს. დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ხვალისთვის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში კიდევ უფრო მეტად დაიკლებს. 10 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება, თუმცა დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში უკვლავ მოსალოდნელია ნალექით. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს და ხვალ შესაძლებელია დრო გამოშვებით მცირე წვიმა აღინიშნოს თბილისში.